ოზურგეთის ვანის სტადიონზე ერთმანეთს სენაკის ჯიხა და ოზურგეთის არწივები დაუპირისპირდნენ. დასავლეთ საქართველოს რეგიონული ჩემპიონატი აქტიურ ფაზაში შევიდა. აღნიშნული გუნდები მეორე ლიგიდან პირველ ლიგაში გადასასვლელად თავდაუზოგავად იბრძვიან. თამაში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. უპირატესობა დაწყებისთანავე ოზურგეთელმა არწივებმა მოიპოვეს. შედეგით შესაბამისი 25-10 დაიდო. სერიოზული თამაში იყო, ბიჭები მაგრა დახვდე. მეორე ლიგაში ვართ მართალია, მაგრამ სერიოზულად მიდის ჩემპიონატი და ულოცავ ბიჭებს დღევანდელ მოგებას. ბიჭებმა მაქსიმალური ჩადვეს. ფედერაციის მხრიდან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა არის. შარშან არ ვიყავით კმაყოფილი, რაღაც იყო რაღაც სადაო რაღაცები და დავთმეთ რა პირველი ლიგა და გამოვედით მეორე ლიგაში. წელს ყველაფერს გავაკეთებთ. ქალაქის მერი ბატონი ბეგისიორიძე ყველაფერს დაგვირდა აბსოლუტურად, ფინანსების გამოსწორდა, რაღაც სიტუაციების გამოსწორდა. გუნდი მოტივირებულია, ველოდებით ხელფასებს, რომელიც არავის არ ყოფილა ამ კლუბში და ღმერთის წყალობით, ჯერჯერობით ყველა მოგება გვაქვს აბსოლუტურად და მოახერხებთ, რომ მე მგონი წელს უნდა გადავიდეთ ისო პირველ ლიგაში. ასპარეზობის დასკვნით ნაწილს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგისიორიძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე დაესწრნენ. ბეგისიორიძემ არწივებს როგორც თავად განაცხადა, თამაშისა და ბრძოლის მოტივაცია სასიამოვნო სიახლით გაუზარდა. ქალაქის მერი და გამგებელი კლუბის საპატიო წევრები გახდნენ. ძალიან გაგვახარა ჩვენმა ბიჭებმა დღეს გაიმარჯვეს და პერსპექტივა აქვს ჩვენს გუნდს, რომ პირველ ლიგაში იასპარეზონ. როგორც ერთ-ერთი IP ჩვენი ქალაქის მერის მუნიციპალიტეტის განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ ამ ბიჭების მიმართ შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა და მათ გვერდით ვართ და ვიქნებით ყოველთვის და წარმატებები მინდა უსურვო. პირველ ლიგაში გადასასვლელად არწივებს უახლოესი ბრძოლა კვირას, ჩაქვის მეკობრეებთან ელით.